ცენტრალური წიგნი მთელ მის შემოქმედებაში არის Silmarillion. ეს არის ეთოსი, ისტორია მთელი აი ამ შუამიწეთის, რომელსაც მერე ვიღაც შეაგროვებს და ერთ-ერთი ვარიანტი არის ბილბომ შეაგროვა. მორგოთი უფრო დიდია ვიდრე საურონი. მელკორის პირველი დანაშაული ასე ვთქვათ იყო ის, რომ მან შეაცდინა ელფები. მას ხო დაცემული ანგელოზია. საურონის იგივეს იმეორებს, საურონმა იგივე გააკეთა უკვე ნუმენორში. ანუ იმან ელფები შეაცდინა, ამან ადამიანები შეაცდინა. ვალინორი არის 64-ია. 64-ც არის, მაგრამ მათ შორის არის ის ნაწილი სამყაროში, რომელსაც ბოროტება არ შეხებია. გენდალფი ვინ არის? გენდალფი არის მაია, ანუ არის ესეთი საურონის დონის უფრო დაბალი ანგელოზი, არა ვალარი, აინურია ეგეც და გენდალფი და კიდე 4 ჯადოქარი 64-სავით მისცეს ადამიანებს, ხო, ელფებმა. თვითონ შექმნეს რეალურად ადამიანებმა ელფებმა მისცეს მაგის შესაძლებლობა, მისცეს ეს კუნძული და რეალურად ეს არის სახელმწიფო, რომელიც სულ წინ და წინ მიდიოდა, რავი, ყველაფერი ჰქონდათ, ბედნიერად ცხოვრობდნენ, მანამ სანამ ეს არფარაზონი არ მოვიდა. ბაჭოს ეგ წიგნიც გამოვიდა ნუმენორის დაცემა ცალკე და ეგ მომენტი ტოლკინს აქვს, რომ პრაქტიკულად ყველგან როგორ შემთხვევით ლაიტმოტივი არის ის, რომ ეს ძალაუფლება, რომელსაც ადამიანის თავის თავს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე სენდვიჩში და იყოს და გარკვეულია ის ძალაუფლების სიდიადიდან გამომდინარე, ის აუცილებლად ისჯება და ის აუცილებლად დაეცემა. იდეა რა არის? როდესაც შენ იყენებ ბოროტების წინააღმდეგ ტოლკინისთვის, შენც ბოროტი ხდები და ამიტომ არის ეს ბორომირის დაცემის საფუძველი.